სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1992 წლის 28 ნოემბერს, როდესაც მოსმენილი იქნა ქადაგება მეორედ მოსვლის შესახებ, გამოცხადების წიგნზე, რომელიც ჩატარებული იქნა პირველი სახელივით სამწუხაროდ არ ვიცი გვარი დიკის მიერ და შემდეგ კითხვები და პასუხების საშუალება მიეცათ, რომელსაც უსვამდნენ დიქს, რიჩარდს და ბატონ ჯონ მაკარტურს. და სულ ყველა კითხვები ეხება მეორედ მოსვლას და გამოცხადების წიგნს. ასევე სხვა წიგნებსაც, მაგრამ ძირითადად მომავლის ამბებს. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ძალიან ნათლად არის პასუხი ჩამოყალიბებული და ეს ძალიან ბევრისთვის დღესაც ბუნდოვანია. აღრეული აქვს ეს კათოლიკებს, აღრეული აქვს ეს მართლმადიდებლებს და ვერაფერს თავს და ბოლოს ვერ გამოიტანთ. ბატონ ჯონთან ეს ყველაფერი ჯერ გონებაშია მოწესრიგებული და მე მეტყველებაშიც მე ბევრი მაქვს მოსმენელი ამის შესახებ, ქალბატონმა ნატალიამ ილაპარაკა ამაზე დეტალურად, ამას წინებზე რო ქონდა ჩვენ განხილვა. საქმე ეხება სად წარუძგებით ჩვენ ქრისტიანები, გესმით? და სად იქნებიან ურწმუნოები, რომელ სამჟარო ტახტზე და ცნობილია ქრისტეს ბემას ტახტი, ბემა, ქრისტეს ტახტი. და საინტერესოა ახლა მინდა მე წინასწარ იმას აქვნა, მოდით მოусმინოთ და ჯერი მარსელინო. ეტყობა რომ იტალიური წარმოშობისაა და 100% შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ეს არა, მისი შთამომავლები აუცილებლად კათოლიკეები იქნებოდნენ. და გავლენას განიცდიან, ხო? მეორე, მესამე თაობ როგორც ახლა ჩვენ მაგალითად როცა ხედავ რომ ძალიან ბევრი თლიანად კათოლიკური დაუშვათ იტალიური წარმოშობის იქნება თუ ისა შერო იტალიელი იყო ან ირლანდიელი ხო და მე მიიღოს ვიღაცამ მაინც გავლენას განიცდი ხო სწორი ასევე ქართველები ერთი რაც ხდება ამ მიგრაციაში კარგი ხო ქართველები გადადიან და განსაკუთრებით ეხლა უკვე ამერიკაში ძალიან ბევრია იმედია რომ დაინტერესდება მეორე მესამე თაობა უკვე გესმით თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და დაიწყებენ შესწავლას და აღარ იქნებიან ვიღაცა საბასი და ვიღაცა ურწმუნო თომას იმედზე ჩვენ რო ყავს კანადაში აქა გესმით საოცარი ახლა შენ დაიბადო პროტესტანტულ იმაში და უცებ თომასთან აღმოჩნდე ხო და ვიცი ეს ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოიჩენ შენ თავს ხო ან კიდე საბასთან აღმოჩნდე ხო წარმოიდგინეთ რა და მით უმეტეს ახლა როცა დრო გავა აუცილებლად ესენი ეზიარებენ უკვე მოდერნიზაცია მოხდა მართლმადიდებლობის აბა აქ ახლა ვერ გაახურებენ რაღაც სისულელებს გესმით მაგრამ მე ვამბობ უკვე ჭეშმარიტი ბიბლია რო ხელში აიღო და თვითონ ინდივიდებმა შეისწავლონ აი ჯერი მარსელინო მე მჯერა რომ ესეთი პიროვნებაა და ნახეთ რა კითხვას ასვას იმიტომ რომ მასაც ტვინი ექნებოდა არეული კათოლიკური დოქტრინალური შეხედულებისგან მეორედ მოსვლაზე და განაჩენზე მოგესალმებით მე მქვია ჯერი მარსელინო და გთხოვთ მიპასუხოთ წინასწარმეტყველური გეგმის მიხედვით ხო არის სამი განაჩენი ქრისტეს სამჟავრო ტახტი ბემა ცხრისა და თხის განკითხვა და გამოყოფა და თეთრი ტახტის განაჩენი საბოლოოდ შეგიძლიათ აგვიხსნათ რომელი ხალხი სად განიკითხება ამ თითოეულზე და ამ განაჩენზე პირველზე რომელიც არის ბემას ტახტი მორწმუნეები იქ იქნებიან ჯონ მაკარტური პასუხობს დიახ მორწმუნეთა განაჩენი და იქნება ჩვენ უნდა გადავხედოთ ამას ერთი წუთით რაც ხდება ატაცების დროს ჩვენ ვართ ატაცებულნი და მიზეზი რის გამოც გჯერა რომ ეს არის იესოს ქრისტენ ყოფნა ეს არის მეორე კორინთელთა მეხუთე თავიდან რაც შენ გააკეთე როცა სხეულში იყავი გესმით რაც ჩვენ როგორ ვიცხოვრეთ აი ამას ახსენს მეორე კორინთელთა მეხუთე თავი როდესაც უფალი მიგვიყვანს თავისთან ჩვენ მივიღებთ მისგან ამ მიწაზე სხეულში შესრულებულ საქმეების და მიხედვით პირველ კორინთელთა 3:4, მაგრამ პირველ რიგში ალბათ მეოთხე თავი. ეს ნამდვილად ეს ამბავი დეტალურად არის აღწერილი. მეოთხეში ნათქვამია რომ ღმერთი გამოავლენს ჩვენი გულის საიდუმლოებებს და შემდეგ ყველა ადამიანს ექნება ღვთისგან ქება. ასე რომ ეს არის შექების ერთგვარი განსჯა. შექება არის ეს და არ არის ნეგატიური სახის. ბემა ტახტი ეს ჯილდოების დროა, ჯილდოების გადაცემის რბოლაში გამარჯვებული სპორტსმენი დგება, როგორც ოლიმპიადაზე, პლატფორმის რაღაცა იმაზე შედის და იღებს ამ ჯილდოს. ეს არის ჯილდოების დრო და ეს არის მკაცრად, ვიმეორე, მკაცრად მხოლოდ მორწმუნეებისათვის. მკაცრად მათთვის, ვინც ატაცებულები არიან, რომლებიც მიწიდან იქნენ გაყვანილები, როგორც ღვთის მიერ გამოსყიდული ხალხი. მიაქცეთ ესე იგი პირველი ეს არის ატაცებული ხალხი და მხოლოდ მორწმუნეები.
და ისინი შედიან ქრისტეს თანდასრებაში იმავე წამს. ისინი დაჯილდოვდებიან მისთვის გაწეული სამსახურისათვის. ბევრს რომ წამს საქმეებით გადარჩენა სწორედ აქედან აქვთ აღებული, არადა ჩვენ ვიცით რომ გადარჩენა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ხოლო აი აქ ბემას ტახტან ხდება ჩვენი დაჯილდოება ჩვენი საქმეების მიხედვით. იქნება ეს ხის, თივის, რაღაცა ჩალის, ოქროსი, ვერცხლის თუ ძვირფასი ქვების ის საქმეები, რაც ჩვენ ჩავიდინით აქ დედამიწაზე იესოს სახელის განსადიდებლად. მაგრამ ჩვენ შეიძლება განვიცადოთ, უბრალოდ განვიცადოთ დანაკლისი, ჯილდო დავკარგოთ, მაგრამ არანაირად ხსნის დაკარგვა უკვე აღარ შეგვიძლია. ეს უკვე აქ მისულებისათვის, ხო, ვინც წარსდგება იესოსთან, უკვე ხსნის დაკარგვა შეუძლებელია. ჩვენ შეიძლება უბრალოდ არ მივიღოთ სრული ჯილდო. და აი აქაც როგორ დამეხმარა ეს თავი მე და ეს მუხლი მე არ ვიცოდე, არ მახსოვდა ეს მუხლი ამის გასამაგრებლად, ხალხო. აი ნახეთ, ბიბლიას რა მნიშვნელობა აქვს, რომ ბიბლიას პარალელიზმი. ნახეთ, მეორე იოანეს პირველ თავში ყოფილა ეს მარგალიტი, რომ კარგად კიდე წერტილი დაუსვა სამ იმას. აბა თავის ტვინიდან კი არ მოსულია ესა, თავის ფანტაზიები კი არ არის ბატონჯორის. უბრალოდ შეგროვებულია ეს ბიბლიაზე დაკვირვებით. ერთი მუხლი მეორედან, მესამე, მეხუთე, ესე იკვრება სულიწმინდის მიერ. მოусმინეთ ნახეთ რა არის, თავს გაუფრთხილდით, იოანე არიგებს, ხო გახსოვთ ეს ძალიან პატარა ის არის. მეორე იოანეში თავს გაუფრთხილდით რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იხწვოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ. ნახეთ, ესე იგი მორწმუნეებს ეუბნება იმას სულიწმინდა, რომ აი ამ ზუსტად ამ ჯილდოებზე რომ სრული ჯილდო რომ მივიღოთ. ასე რომ ეს მხოლოდ ჯილდოების ხარისხია, აქ საუბარი, ხარისხი. ერთს მეტი, მეორეს ნაკლები, მაგრამ ხსნილი ყველა არის. აქ უარყოფითი სამჟავრო არ არსებობს. იქ არ არის უარყოფითი. ყველა ეს დადებითი, ეს არის დადებითი ბემას ტახტი, სამჟავრო, სადაც ატაცებული ქრისტიანები წარდგებიან. ამიტომ ყოველი მორწმუნე ღებულობს ქებას ღვთისაგან, გარკვეულწილად მეორესთან შედარებით. ასე რომ ეს მხოლოდ მორწმუნეებისთვისაა. ეხლა როცა გადავდივარ ჩვენ და უყურებთ ცხრისა და თხის სამჟავროს გამოყოფას, გახსოვთ ხომ? იქ გეყოლებათ როგორც მორწმუნეები, ასევე ურწმუნოები. რადგან თქვენ გექნებათ მაშინ იოსე მოდის, მეორედ მოსვლა ხდება იესოსი და როდესაც ის მოვა დედამიწაზე, ის პოვებს მორწმუნეებს და გამოარჩევს მათ ურწმუნოებისაგან. გასაგებია, თხებისაგან, ცხოვრებს თხებისაგან. ხო მართალია? და წაიყვანს თხებს და გამოყოფს მათ. ეს არის ურწმუნოები, ხოლო ურწმუნოები გაგზავნილიან სამჯავროში და ჯოჯოხეთში. ის წაიყვანს მორწმუნეებს და გაგზავნის მათ თავის სასუფეველში. ცათა სასუფეველში კი არა, 1000 წლოვან სასუფეველში. მიწაზე სამეფო რო დამყარდება იქ. გესმით? იქ. მოდით საყვარელო მამიჩემისა და იმკვიდრეთ სამეფო. 1000 წელულ სამეფოზეა ლაპარაკი. ასე რომ თქვენ გაქვთ აქ ორივე. მორწმუნეებიც და ურწმუნოებიც. მორწმუნეები არ იგზავნებიან განსაჯელად, ურწმუნოები იგზავნიან განსაჯელად. მორწმუნეები კი შედიან სასუფეველში და ისინი არიან, ვინც ავრცელებენ, გახსოვთ, ვინც მრავლდებიან, ყავთ შვილები, რომლებიც დაასახლებენ 1000 წლოვან სამეფოს. წარმოდეთ, წარღვნის შემდეგ, უკაცრავად დიდი ურვის შემდეგ, ხო? ყველაფერი დანგრეულია, ყველაფერი მოსახლეობაც 2/3 გაწყდება და ისინი დაასახლებენ. აი ეს ცხოვრები, თხებისგან გამორჩეული დაასახლებენ ამ 1000 წლოვან დედამიწას. შემდეგ ამ სამეფოს დასასრულის დროს ჩვენ ხვდებით თეთრი ტახტის განაჩენს. ეს უკვე მესამე, ხო? თქვენ რა დაასახელეთ? მესამე. და ასევე მე მჯერა, როგორც პირველში, აქაც მხოლოდ ურწმუნოებისთვის არის. ყველა აქ იქნება დიდი თეთრი ტახტის სამჟავროსთან ურწმუნოები. ისინი გამოძახებული იქნებიან ყველა მიცვალებულები, მთელი სოფლიო მიცვალებულები, გარდაცვლილები, კაცობრიობის და წარდგებიან ისინი უფლის წინაშე. იმიტომ რომ სული ხო არ კვდება და იმ დროებითი ჯოჯოხეთიდან გამოხმობილი იქნებიან და გადაშილი იქნება წიგნები და ყველა ეს ადამიანი აბსოლუტურად ვინც კი დაბადებული იყო კაცობრიობის ისტორიაში, ყველა განიკითხება ამ წიგნის მიხედვით. და მე მიეჩინება ამათ საბოლოო სხვადასხვა კატეგორიის, რა თქმა უნდა, ცეცხლის ტბაში საბოლოო ჯოჯოხეთში ადგილი. ასე რომ პირველი განაჩენი არის მხოლოდ მორწმუნეების, ბოლო განაჩენი არის მხოლოდ ურწმუნოებისათვის, როგორც პირველში ჯილდოები იქნება განსხვავებული, ასევე სასჯელებიც ჯოჯოხეთში იქ განსხვავებული იქნება ამ ურწმუნოებისათვის. ხოლო შუაში რაც აგვაქვს, ცხოვრები და თხები, ის ორივეს მოიცავს. იქ ურწმუნოებიც ყავს და მორწმუნეებიც, რომლებიც გამოცალკევებული იქნებიან. გასაგებია, დიახ, გასაგებია, დიდი მადლობა ჯონ.